რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმორწმუნეები ვართ, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლები არიან, მართლმადიდებლები ვართ, ძალიან ბევრი რუსი არის მართლმადიდებელი და ეწინააღმდეგება დღევანდელ რუსულ მოვლენებს, რაც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში, თუნდაც საქართველოში. ამიტომ ჩვენ პრობლემა გვაქვს რუსეთის სახელმწიფოსთან. მათთან ერთმორწმუნეობაზე საუბარი შეუძლებელია. მათ ერთმორწმუნეობა ესმით ერთყოფაში, ანუ რუსკი მირში. საბჭოთა კავშირის დროს არც ერთი ეკლესია არ იყო თავისუფალი მოსკოვისგან. ეგ შეუძლებელი იყო. არც ერთი ეპისკოპოსი არ იქნებოდა თავისუფალი მოსკოვისგან და სახელმწიფოსგან. ფეხბურთი რო გავიმარჯვეთ 91-ში, კოტე მახარაძემ რო თქვა, რომ ხარობსო დღეს საქართველოს დედაქალაქი თბილისიო, ამის გამო სამჯერ დაიბარეს მოსკოვში, რომ აი საქართველოს დედაქალაქი რატო თქვი, რომ თქვენ რა ცალკე რესპუბლიკა ხართ და ასე შემდეგ. გავლენები, რა თქმა უნდა, მოქმედებენ. პრობლემებს უქმნიან. ყოველთვის პრობლემებს უქმნიან პატრიარქს, მაგრამ პატრიარქს ვერ მართავენ. ყველას აქვს ესეთი განცდა, რომ ჩვენი ხელისუფლება მიდის რუსეთისკენ. მაგრამ ამას არ ამბობენ. რატომ? იმიტომ იციან, რომ იქითკენ წასვლა მიდიან, მაგრამ არ არის სწორი. დღესაც იძახიან, რომ მივდივართ ევროპისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროპასთან მოლაპარაკება შევწყვეტეთ. ხო, მაგრამ დღეს მაინც ამბობენ, რომ 2030-ში ვიქნებით ევროპაში, როცა ევროპა გუნს მოვა. მაინც ევროპაში ვიქნებით ამბობენ. რატო ვერ აცხადებენ? მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს პრობლემა დგას მთავრობის წინაშე და მათ სათქმელი ექნებათ, რომ ჩვენ არ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა რუსეთი. რა ვიცი, ილიას ედარებიან და ილიამ თქვა, მისი მგზავრის წერილები პირველი პუბლიკაცია თუ არ ვცდები და იქ არის ეს ნათქვამი, რომ ჩვენი თავი ჩვენ მე უნდა გვეყუდნოდეს. ჩვენი თავი ჩვენ რო უნდა გვეყუდნოდეს, ამისთვის ბრძოლა ღირს. 99-ში მე საბჭოთა ჯარში ვიყავი. სამწუხაროდ ესე დაემთხვა. იყო ერთი რუსი მეგობარი. რამდენიმესთან მეგობრობდით, იმან მომცა შენიშნა. რა არისო, სულ ეს ქართველი ვარ რომ გაიძახიო რა. ეხლა სინო საბჭოთა კავშირიდან რომ გახვალო, ყველასთვის რუსი ხარო. და პირდაპირ თქვიო, რომ რუსი ხარ და უკეთესი არ იქნება, უფრო ცნობადი არ იქნებიო, უფრო ის არ იქნებიო. და მქონდა წიგნი დავით აღმაშენებელის ბრძოლა დიდგორის ომში, იყო განხილული სტრატეგიულად, პოლიტიკურად. ბროშურაზე დიდი იყო, აი ამ სისქის იყო, ხო, აი ამ სისქის წიგნი იყო. ეს წიგნი მივეცი რუსულად ხო. მე ვუთხარი, აი წიგნი წაიკითხე, მე მოდი. და ვისაუბროთ მეთქი მაგაზე, ქართველად დავჭე თუ თქვა რომ გამოვაცხადო რომ რუსი ვარ. კაიო მითხრა, კაიო, ერთ კვირაში დამიბრუნა. მომცა და მიდის. მე ვუთხარი გაჩე ვისაუბროთ მეთქი და არა, იყავი ქართველი. ანუ ამით მე რა ვუთხარი რომ როგორ შეიძლება ამ ხელა ისტორიის მქონე, ამ ხელა ბრძოლების მქონე, რისთვის? დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი ერის შენარჩუნებისთვის. როგორ შეიძლება ეს ერი გადააშენო? მე როგორც გითხრათ, ჯარში დამყოფი კაცი ვარ. საბჭოთა სამწუხაროდ. ჩემი ქვეყნის დასაცავად არ ყოფილვარ, მაგრამ ისიც ესე ითვლებოდა ჩემი ქვეყანა იქ შედიოდა. არც ერთ ჯარისკაცს არ აქვს იმის უფლება ბრძანება გააკრიტიკოს. არც მაშინ, არც ეხლა, არც ერთ ქვეყანაში. არ აქვს ამის უფლება. უბრძანეს, მიდის. წერია უნდა დახვდეს. და ესენი რას ამბობენ, რომ აი ანწუხელიძე, უაზრობს ხვერპლი, ხო? ამით რას ეუბნებიან ჯარისკაცს? ესე იგი, ჩვენ თუ ბრძოლას მოგიწოდებ, ჯერ თქვენ დაჯიხით, განიხილეთ, რამდენად სწორად ჩვენი ბრალია თუ არა ის წერი რომ შემოვიდა პოლიტიკურად, ეს ანწუხელიძე როგორ უნდა გაარღვიოს? მეომარმა ბრძანების წინ როგორ უნდა გაარღვიოს? ეს მიშას ბრალია რუსეთის შემოსვა თუ რუსეთის ბრალი? ეს ხო პოლიტიკური ის არის. და მით უმეტეს
ხანწუხელიძემ იცის, რომ ომი მიშამ დაიწყო, რომ საკუთარ ქვეყანაში ომს არ იწყებენ. იცის, ის არ გადასულა სხვა ქვეყანაში. საკუთარ ქვეყანაში იდგა. რომელი ერი არის სურვებდა, რომ ანწუხელიძე მისი ერის შვილი ყოფილიყო. აი რომელი ერი არ იამაღებდა ანწუხელიძეთი. და ჩვენ რას ვაკეთებთ? ერი არა, მთავრობა. ერი ვანაყოფთ. წინააღმდეგობის დროს იბადებიან გმირები. იმ რუსთაველზე მე მაგას სამშობიაროს დავარქმევდი, გმირთა სამშობიაროს. ბუჩას დავარქმევდი სახელს, გმირთა სამშობიარო. იქ გმირები იბადებიან. წინააღმდეგობის არ უნდა შეგეშინდეს ქრისტიანს. წინააღმდეგობის დროს, როცა სიმართლეს ეძებ, სიმართლე ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და სიმართლეს უნდა ვეძებდეთ. მართლმადიდებლობა ამას ნიშნავს სიმართლის განდიდებას, მართლიად განდიდებას. როცა შენ სიმართლეს ეძებ, აუცილებლად იპოვე მას და სიმართლეში შედის ენა, მამული, სარწმუნოება.